მის კანდიდატურას მაჟორიტარად ქართული ოცნება ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაქარია რომ ხართ ჩვენთან ერთად ანუ თქვენ კენჭს იყრით კვლავ თიანეთში მე არ მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის და ჩართვისთვის თიანეთიდან მე არ გავუსწრებ მოვლენებს წინ რომ ყველაფერს თავისი წესი აქვს პირობა გვაქვს ჩვენ მიცემული ჩვენი პარტიის ხელმძღვანელისთვის რომ ჩვენ ამ შეთანხმებას ნომინირების დასახელების თაობაზე დავიცავთ. კარგით, მე უკვე გავიგე თქვენი პასუხი, მადლობა ამ პასუხისთვის, დავიცვათ ხვალამდე ეს შეთანხმება, თუმცა ფაქტია რომ ხვალ ელოდება სრულიად საქართველოს და პოლიტიკური სპექტრი ვის წარადგენს უკვე ქართული ოცნება საკუთარ სახებად. ბატონო ზაქარია, პირველ რიგში მინდა გკითხოთ და დავიწყოთ თქვენთან საუბარი ასეთი შეკითხვით. რა კომენტარს გააკეთებთ რესპუბლიკელი მინისტრების წასვლაზე ქართული ოცნების კოალიციიდან კი არა და საქართველოს მთავრობიდან. თქვენ ბრძანეთ რომ კოალიციური მთავრობა რომ არ დომოდა პრემიერი მანამდე მოხსნიდა მათო. როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ დარჩნენ ისინი მთავრობაში? ახსნა მე მგონი ძალიან მარტივია ინგა ხელისუფლება ეს არ არის ჯილდო, ხელისუფლება ეს არის პირველ რიგში პასუხისმგებლობა. და პასუხისმგებლობას იხსნიან მაშინ როცა გზები იყოფა. რახან გაიყო ჩვენი საარჩევნო გზები, რესპუბლიკური პარტია ცალკე გადის არჩევნებზე, ჩვენ გავდივართ ცალკე არჩევნებზე, ბუნებრივია რომ მათ მოუწევდათ პასუხისმგებლობის მოხსნა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლება ეს არ არის ჯილდო, ხელისუფლება ეს არის პასუხისმგებლობა. ბატონო ზაქარია, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს თქვენი კოალიციის ყოფილ სუბიექტ პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას ამ არჩევნებზე? ფიქრობთ, რომ ისინი პარლამენტში კვლავ იქნებიან? მე ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კვალიფიცირებულად აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას. იმ 6-7 სუბიექტში, რომელი 6-7 სუბიექტად სწორად წარმოებული საარჩევნო კამპანიის შემთხვევაში აქვს შანსი, რომ დაძლიონ 5%-იანი ბარიერი, მათ შორის შეიძლება იყვნენ ჩვენი ყოფილი პარტნიორი პარტიების და მათ შორის რესპუბლიკელებს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კვალიფიცირებულად წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას, რა შესთავაზებენ საზოგადოებას არჩევანის სახით, ვის წარუდგენენ საზოგადოებას ასარჩევად და რა იქნება მათი მთავარი გზავნილი, რამაც უნდა მიიმხროს ამომრჩევლები მათ მიმართ. კარგით, დავანებოთ მაშინ სხვა პარტიებს თავი და მე მინდა გკითხოთ პარტიაზე, რომლის ერთ-ერთი ლიდერის თქვენ ბრძანდებით. მაინტერესებს რა გარანტიები გაქვთ თქვენ იმისი, რომ ამ არჩევნებზე კვლავ მოხვალთ უმრავლესობით. დიდგორზე იყო ხუმრობა, როცა სააკაშვილმა თქვა დიდგორზე შევიკრიბოთო ნაციონალების მისამართი და ეხლა უკვე ხუმრობენ, რომ საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართული ოცნება იკრიბება და ერთმანეთის კვალს მიყვებიან პოპულიზმში. ამაზე რაღაც სიტყვით, რატომ მაინც და მაინც საგურამოში? საგურამოში ალბათ იმიტომ, რომ ეს არის დიდი ილიას სამშობლო, ასევე ეძახეთ ჩვენ მას, მიუხედავად რომ ყვარელია მისი ისტორიული სამშობლო, ალბათ იმიტომ რომ ცხეთამთიანეთი იყო და რჩება ქართული ოცნების რეგიონად, მოგეხსენებათ რომ ცხეთამთიანეთის რეგიონში ჩვენ მოვიგეთ ყველა არჩევნებით, ან როგორც იტყვიან 100%-იანი რეზულტატით და მესამე ალბათ იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძის გზა მშვიდობიანი ცვლილებების სახით დამყარებული ეროვნულ ნიადაგზე არის ჩვენი პოლიტიკის ფუნდამენტი. ამიტომაც ეს სამი გარემოება ერთად მე მგონი საინტერესოს ხდის თავად პროცესს. არა, რატომ კითხეთ, ალბათ მიმიხვდებოდით მანა კობახიძემ ჩვენთან ერთხელ დღის ამბებში ბიძინა ივანიშვილი ილია ჭავჭავაძეს შეადარა და ვიფიქრე ამ განცხადების კვალდაკვალ ხომ არ დაიგეგმათ ხო ხვალინდელი თქვენი პარტიის პრეზენტაცია. არა, მე როგორც ვიცი ბატონ ბიძინა არ არის ჩართული ამ საპრეზენტაციო ღონისძიებებში, ის არასდროს არ ერეოდა ასეთ სახის აქციების დაგეგმაში, ასე რომ მე გამორიცხავ ამას, რომ მისი კარნახით იყოს ადგილი შერჩეული. მე ვფიქრობ, ადგილი სწორად არის შერჩეული, რომ დიდი ილია, მისი საერთო ნიადაგი, კონცეფცია და საერთოდ ცხეთამთიანეთის რეგიონი იყო და რჩება ქართული ოცნების რეგიონად. კი ბატონო, ვიდრე შემდეგ შეკითხვას დაგისვამთ, ისე რა სიტყოდით თქვენ პირადად ამ შედარებაზე. თანამედროვე ილია ჭავჭავაძე როცა უწოდა მას მანანა კობახიძემ, თქვენი აზრი იქნება საინტერესო.
მე გამოხატვის თავის ფლებას ყოველთვის ვცემდი პატივს, მით უმეტეს ქალბატონი მანანას ყოველთვის ვცემდი პატივს. მე ვფიქრობ, რომ თუ შეფასებას გავაკეთებთ ბატონ ბიძინასთან მიმართებაში, ის შეიძლება მართლაც შევაფასოთ როგორც ყველაზე დიდი ქველმოქმედი საქართველოს მე-20 და 21 საუკუნის ისტორიაში. მე გავაერთიანებდი ამ ორ საუკუნეს, მე-20 და 20, მე არ ვიცი 22 საუკუნეში ვინ გამოჩნდება საქართველოში, მაგრამ მე-20 და 21 საუკუნეში ამ დონის ქველმოქმედი აყავს. ბოლო ფაქტს გავიხსენებ, რომელიც ჩემდა გასაკვირად ძალიან მიჩვენთა საზოგადოებაში, რომ 200 მილიონიანი საკონცერტო დარბაზი აჩუქა ქართულ ხალხს და ამან ისე ჩაიარა გეგონება 20 ლარი ეჭვი. არ მიჩვენთა, ეს უცნაური ამბავი მოყვა. ატყდა დაპირისპირება, რატომ გჩუქნის, რომ გჩუქნის, რაში გჭირდება, ტვირთად უნდა დაგვაწვესო. ამაზე მე მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგალითად მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი კონცერტები არის თან დაგეგმილი და არ ვიცი, ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი ხდება ხოლმე მსგავსი დაპირისპირების თემა, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს ქვეყანაში ისეთი ვარსკვლავები ჩამოდიან, ვინც ამ საკონცერტო დარბაზში ჩამოვა უახლოეს პერიოდში. ბატონო ზაქარია, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. ვინც ამას ამბობს, რომ ტვირთად დაგვაწვება 10 კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც გავსი საინჟრო გადაწყვეტის კონსტრუქციის შენობა არ არსებობს მთელი შავი ზღვის რეგიონში, თუ ვინმე ამას ამბობს, ან ძალიან სულელია, ან ძალიან შურიანია, როცა ამ შურმა თვალები დაუსო. კი ბატონო, მე უბრალოდ დავაკონკრეტებ კიდევ ერთხელ, რომ მაგალითად ვინც ჩამოდიან თქო ჯგუფი Scorpions, Vanessa May, Aguilera, ჩემთვის მაგალითად ძალიან მაგარი ამბავი ხდება ამ მომღერლების ჩამოყვანა, მით უმეტეს რომ ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ხდება, ამიტომ ამ თემაზე ცხადია, ეხა აღარ გავაგრძელებ საუბარს. ბატონო ზაქარია, აი მოგვადგა კარგს არჩევნები. უცხოელ მომღერლებზე მეტად მნიშვნელოვანი სხვა გარემოება. უცხოელ მომღერლების მონაწილეობას მე პატივს ავცე, მაგრამ ეს საშემსრულო ხელოვნება, რომლის ასპარეზას ქმნის ეს საკონცერტო დარბაზი, მისი მომხმარებელი ჩვენი ხალხი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, საშემსრულო ხელოვნების კუთხით საქართველოს მდიდარია მომღერლები და არა მარტო მომღერლებით და ასევე მსოფლიო მდიდარია და რატომაც არ უნდა გაეცნოთ ჩვენი საზოგადოება ამ კულტურულ მიღწევებს. კარგით, დავანებოთ თავი ამ საკონცერტო დარბაზზე საუბარს, მე მინდა გკითხოთ. მოგვადგა კარგს არჩევნები, ხვალ უკვე ქართული ოცნების სიის ნაწილს გაგვაცნობენ. მე მინდა გკითხოთ ასეთი რამ, რამდენად გაამართლა ქართულმა ოცნებამ საკუთარი ამომრჩევლის იმედები და ხვალ როცა ზარზეიმით იქნება წარდგენილი ახალი სია, რას ეთქვით ამომრჩეველს? თქვენი მთავარი გზავნილი რა იქნება ხვალიდან უკვე? ხვალე არ იქნება პროგრამის პრეზენტაცია, ხვალე იქნება იმ სიის წევრების პრეზენტაცია, რომლებიც შეასრულებენ განახლებული პარტიის სახეების ფუნქციას. შესაბამისად, მე თვითონ მინდა ვუსურო წარმატება, მათი აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური საქმიანობისგან დისტანცირებული იყო და არ აქვს ეს გამოცდილება, თუმცა არის 1-2, რომელსაც აქვს პოლიტიკური საქმიანობის და მე ყველას მინდა წარმატება ვუსურო, უფრო მეტიც მე ვაპირებ, მიწვეული ვარ, ბუნებრივია როგორც პარტიის დამფუძნებელი ამ ღონისძიებას და მე ვაპირებ მათ სოლიდარობა გამოუცხადო. კი, მაგრამ ეს კარგია, თქო, როდესაც ადამიანები ეხლა თქვენც ამბობთ, რომ მათ არანაირი გამოცდილება არ აქვთ პოლიტიკაში ყოფნის. ეს კარგია თუ ცუდია, როცა მოყავს სახეები ხელისუფლებას, რომელიც არ არის გამოცდილი. თავისთავად ინგა არ შეიძლება რომ განახლების პროცესი არ დევდეს ყველა არჩევნებს. არ შეიძლება რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია ვიწრო ადამიანების ჯგუფის პრივილეგია იყოს. წარმომადგენლობითი დემოკრატია ეკუთვნის ხალხს. ამიტომ ბუნებრივია ხალხის წარმომადგენლები უნდა იცვლებოდნენ. და ბუნებრივია რომ განახლება აუცილებელი. რა თქმა უნდა გეთანხმებით რომ მოსაზრება იმის თაობაზე რომ საკვანძო პოზიციებზე არ შეიძლება გამოუცდელი ადამიანების დანიშვნა, რა თქმა უნდა ეს პოზიცია სწორი არის. საკვანძო პოზიციებზე არ შეიძლება გამოუცდელი ხალხის დანიშვნა და ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყო საზოგადოების მხრიდან ჩვენი კრიტიკის საგანიც. ჩვენ გვაკრიტიკებდნენ ამის გამო. ასე რომ ჩვენც მივიღეთ გამოცდილება, ყავს ძალიან გამოცდილი პრემიერი, რომელმაც
საკმაოდ დიდი სკოლა გაიარა, დაწყებული ბიზნესის სკოლიდან, საპარლამენტო სკოლით, დამთავრებული დიპლომატიური სკოლით და მას ცოდნის დიაპაზონი აძლევს საშუალებას, რომ იყოს ღირსეული პრემიერი. ძალიან საინტერესო იქნება ვინ გვეყოლება ჩვენ მომავალი პარლამენტის სპიკერობის კანდიდატი. ასე რომ დავალოთ მოვლენების გავითარებას, ვიმეორებ მე ყველას უსურვებ წინასწარმატებას და ვაპირებ სოლიდარობა გამოუცხადო ყველას ხვალ საგურამოში. სოლიდარობა რისთვის? სოლიდარობის გამოცხადება გასამხნევებლად ჭირდებათ ამ ადამიანებს. გამარჯვებისთვის. კარგით, ბატონო ზაქარია, აი როცა კი ბატონო, როცა თქვენ გვაქვს გამოცდილება, რაც ბევრ მათაგანს არ აქვს და ვფიქრობ ეს სიახლე და გამოცდილება ჯამში შექმნის იმ სინერგიას, რის წყალობითაც ჩვენ გავიმარჯვებთ 2016 წელს. მაგრამ აი როცა თქვენ საუბრობთ ამ ახალ სახეებზე, მაგალითად დღის ამბებში 4 საათზე საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც იყო თქვენი გუნდის წევრი და სულ ცოტა ხნის წინ დატოვა გუნდი, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილს მოყავს ისეთი ხალხი გუნდში, რომელსაც ახლოსაც კი არ ჩაულიაო არჩევნების წინ 2012-ის არჩევნების წინ ქართული ოცნების ოფისთან. ჩვენ ვიბრძოდით და ეს ხალხი დღეს მოიყვანეს იმიტომ რომ ჩაგვანაცვლონ ჩვენ, ვინც ვიბრძოდით 2012 წელს. რა სიტყოდით ამაზე? ამ შემთხვევაში მე როგორც გავთო მანაზე თქვი, ნებისმიერი ადამიანის აზრს პატივს ავცემ, ყველას აქვს აზრის ქონის უფლება, მაგრამ მოდი ასე ვქნათ, რომ ყველამ თავთავის პარტიას მიხედოს. აი ეს იქნება ჩემი პასუხი, იმიტომ რომ კვირიკაშვილს აქვს თავისი პარტია და მოდი კვირიკაშვილმა მიხედოს ქართულ ოცნებას, ბატონმა თამაზი მიხედოს თავის პარტიას. კი, მაგრამ ანუ ის რომ უკმაყოფილება ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც იყო გუნდში ძველი წევრები, გაუჩნდებათ ხვალინდელი პრეზენტაციის შემდეგ, ეს ხომ თქვენ ჩემზე კარგად იცით. ანუ ბევრი მხარდამჭერი ქართულ ოცნებას ადანაშაულებს იმაში ყოფილი წევრები ან ეხლანდელი წევრებიც, რომ ძველების ადგილი აღარ მოინახა ამ გუნდში. ეს იქნება პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. არ მეთანხმებით? არ გეთანხმებით, ინგა, იმიტომ რომ თქვათ იგივე საგურამოში შედგა ჩვენი ბოლო შეხვედრა, როცა სამივე მოქმედი და ყოფილი პრემიერები ესწრებოდნენ. ასევე შედგა ჩვენი შეხვედრა პოლიცაბჭოს. ასევე შედგა ჩვენი შეხვედრა პოლიცაბჭოს გაფართოებულ ფორმატში, სადაც ითქვა პრინციპი, რომ ვინც ვიყავით და ვრჩებით ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს, ანუ ბიძინა ივანიშვილის წამოწყებული საქმის ერთგულები, ყველას ადგილი მოიძებნება საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგრამ არა ისე, რომ ვინც იყო დეპუტატი, ყველა დეპუტატი იქნება, ან ვინც იყო მინისტრი, ყველა იმსახურებს, რომ ისე მინისტრი იყოს. ამიტომაც მოხდება გადანაცვლება, ბუნებრივი გადანაცვლება, თუმცა იქ ითქვა, ვიმეორებ სამივე პრემიერის მიერ, რომ არავინ არ დარჩება ყურადღების მიღმა. ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრს სურს, რომ ისევ იყოს მინისტრი, ძალიან ბევრს სურს, რომ ისევ იყოს პარლამენტის წევრი, მაგრამ ზაქარია არ არის ამ პროცესში ჩართული და ის არ ახდენს არც პარტიული სიის ფორმირებას, არც ადამიანების გადალაგებას. შესაბამისად, მე ვაჟღერებ იმ ინფორმაციას, რაც ჩემმა კოლეგებმა, მთავრობის ყველა წევრმა კარგად იციან და ეს ნათქვამი იყო რამოდენიმეჯერ ყველას მიმართ. კარგი, და ბოლო კითხვას დაგისვამთ, მესმის რომ გაქვთ შეთანხმება დადებული, მაგრამ სიაში განიხილებით თუ მაჟორიტარად ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ფიქრობ თუ უკვე გარკვეულია, მაგრამ თქვენ არ გვცემთ პასუხს შეკითხვაზე. მე იმაჩნია, რომ ნამდვილი ლიდერები ბოლოში უნდა იყვნენ. მე 65 ვიყავი 2012 წლის არჩევნებში და შეიძლება ახლა გადავინაცვლო 71 პოზიციაზე პარტიულ სიაში. შეხვალთ ამდენი? ფიქრობ, რომ ვინც პატრონო? შეხვალთ ამდენი? 75-ით რომ გადაინაცვლოთ, ადგილი რომ იყოს 65. 65 ვიყავი და გავხდი პარლამენტის წევრი პირველსავე დღეს, ასე რომ არსებობს პარლამენტში გამარჯვების
საშუალებები, როგორც პარტიული სიით, ასევე მაჟორიტარული არჩევნებით, ასე რომ ვისაც თავის და თავისი ამორჩევლის იმედი აქვს, იმას არც 65 ნომერი შეეშინდება, არც 61-ს და არც 70-ს. მადლობა ბატონო ზაქარია, წარმატება მინდა გისურვო, დიდი მადლობა. მე მაყურებელს უბრალოდ შევახსენებ, ზაქარია ხუცნაშვილი ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ იგი მაჟორიტარად იყრის კენჭ სწორედ თიანეთში, საიდანაც ეხა გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. მე მას ვემშვიდობები, წარმატებას უსურვებ, აქვე ვემშვიდობები ჩვენს მაყურებელს. ზუსტად 5 წუთში პირდაპირ ეთერში დაიწყება ნინო ჟიჟილაშვილის რვიანი მთავარი თემი და დღის მთავარი სტუმრებით. მე კი გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ 2-ზე 4-ზე და 7-ზე ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. შეგახსენებ, ხვალ ზუსტად 2-ზე ქართული ოცნების საარჩევნო სიის პრეზენტაცია იმართება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. შესაბამისად, ჩვენი ხვალინდელი 2 საათიანი დღის ამბები, რა თქმა უნდა, ამ თემით გაიხსნება და თქვენ პირდაპირ ეთერში ნახავთ, რა მოხდება 2 საათზე ხვალ საგურამოში. ნახვამდის.